სამი ყველაზე დიდი მითი საკუთარ ბიზნესზე. პირველი მითი, ეგენიო დღეში 800 პიცას ყიდიანო. შენს პირს პაცა. მაგრამ ვერა, ეგეთი რამე ბუნებაში არ ხდება. წარმადობა, რომ დავთვალეთ დროში არ ყოფნის დროს რო ეგრე იყოს. პირველი მითი ეგ. მეორე მითი ის არის, რომ ანუ გაზვიადებული, ან შემოსავლი, ან გაყიდვები, ან რაღაც მსგავსი, ხო? ყოველთვის ხვისი ბალახი უფრო მწვანე და უფრო ბიბინებს, ვიდრე შენი. ეს ერთი. მეორე მითი, ჭამა მუშაობს. არა. ჭამა არ მუშაობს. კაი ჭამა მუშაობს. და კაი ჭამა მუშაობს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ხო იცი საქართველოში შენ ჭამა დაიწყე და ყველა. ეგრე არ არის. ჭამა ყველგან მუშაობს. აი ქვეყანას ჭამა საფრანგეთში რომ მუშაობს ეგეთი უნდა, მაგრამ ეგ არ უნდა ვაქციოთ სტერეოტიპად, რომ შენ ხა მოდი ბიზნესი დაიწყე ჭამის და უეჭველი. არა, პირიქით, სხვათა შორის გაფეილებული სტარტაპების უმრავლესობა ჩვენთან აბა ბიზნესა საკვები ობიექტების სტატისტიკაა წარმოები. უმრავლესობა კრახით ამთავრებს და რატო გინდა გითხრა? იმიტომ რომ უმრავლესობა მაკეთგან ამ ბიზნესს იწყებს იმიტომ და იმ სტერეოტიპის მსხვერპლი ხდება, რომ ჭამა მუშაობს. და ამ ბიზნესში არ შედის გასტრონომია, არ შედის კულინარია, არამედ შედის ტიპი ფულით, რომელსაც უნდა რომ ამ ბიზნესს უბრალოდ ფული შევოს. ეხლა შენ წარმოგიდგენია მე რომ კრიპტო ბიზნესი დავიწყო, ან პროფილაქტიკა დავიწყო, რაღაცა რო უბრუნდება და აზე ვერ მოდივარ იქ რა ხდება და რა უნდა გავაკეთო, ეგრე იწყებენ საკვები ბიზნესი. ბევრი იწყებს ეს, რა თქმა უნდა ყველა არა. მაგრამ სად კულინარის დაწყებული ბიზნესი, როცა პრობლემას რო ხედავს თვითონვე ჩადის და თვითონვე აგვარებს იმ პრობლემას რა. აი ეს გლირული გადახვა, ანუ ჭამა მუშაობს მეორე მითი. ჭამა რა, კარგი ჭამა მუშაობს. და ბოლო მითი, ჩვენს სფეროზე, თუ ჩვენს ბიზნესზე? ზოგადად საკუთარ ბიზნესზე. ბიზნესზე. ისე გამოვიდა, რომ სარესტორნო და ზოგადად კვების ბიზნესზე ვსაუბრობთ, მაგრამ მანდ გამოცდილება და მანდ მითია ის რომ პაცა საუკეთესო პიცა საქართველოში. ჩემთვის არის ახლა და სხვა არის. ჩემთვისაც, მაგრამ მითი რატო არის იცი? იმიტომ რომ საუკეთესოობა ძალიან სუბიექტური ცნება და როგორც რამდენად წარმატებითაც ნახავ შენ ადამიანს რომელიც გეტყვის რომ პაცასნაირი პიცა არათუ საქართველოში იტალიაშიც კი არ უჭამია და ეგეთი ბევრია ჩემი ჩათვლით. ასევე ნახავ ისეც ვინც გეტყვის რომ ესეთი კატასტროფა არასოდეს არ უჭამია და ეს აბსოლუტურად ნორმალური რამაა. გამარჯობა, მე ვარ ლევან თაგიაშვილი და კიდევ ერთი პოდკასტი YouTube-ზე. დღეს თუ ხავს